ოცნების პრეზიდენტი კი პატიმარ პოლიტიკოსებს შეწყალებას საჯაროდ კიდევ ერთხელ სთავაზობს. თუმცა ერთი პირობით მიხეილ ყაველაშვილს ეს თავად უნდა სთხოვონ. სამთავრობო მედიით გაკეთებული ამ განცხადების ადრესატები ის ოპოზიციონერი ლიდერები არიან, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და სასჯელის მიხედვით 4 ოქტომბერსაც ციხეში იქნებიან. ყველას მოვალეობაა, რომ შევქმნათ შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ ჩატარდეს სრულყოფილი არჩევნები. და ის ძალები, რომლებიც საზოგადოებამ იცის, რომ გამოთქვეს სურვილი და აპირებენ, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, და იქიდან გამომდინარე, რომ მათი პოლიტიკური ლიდერები არიან ამ ეტაპისთვის გისოსებს ვიღმა საკმაოდ ყველამ ვიცით, რომ ეს არის სამართლიანად განხორციელებული შესაბამისი კანონმდებლობით, მათ დაარღვიეს კანონი. ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველ საზოგადოებას დაუმტკიცონ, რომ ისინი ღირსნი არიან, რომ გაიმარჯვონ არჩევნებში. რას პასუხობენ ადრესატები არალეგიტიმურად გამოცხადებულ ყაველაშვილს? ამას სოფო ვარდიაშვილი მოგუყვება, რომელიც პირდაპირ ეთერს უერთდება და მოგუყვება ოპოზიციურ პარტიებში გაკეთებულ შეფასებებს. დიახ, ადრესატები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, კოალიციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ეს არის ქართული ოცნების მიერ პრეზიდენტად დასმული მიხეილ ყაველაშვილის სასოწარკვეთილი მცდელობა, რომ რამენაირად მიიღოს ლეგიტიმაცია და ოპოზიციამ აღიაროს ის ლეგიტიმურ პრეზიდენტად, თუმცა ამ ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამას არ აპირებენ, ისინი საერთოდ არ აღიარებენ მიხეილ ყაველაშვილს და არ აპირებენ, რომ მიმართონ მას. მას ყაველაშვილის ამ განცხადებას უპასუხეს კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენლებმა, რომლებსაც ყველაზე მეტი ლიდერი ჰყავთ დაკავებული, ზურაბ ჩიჯაფარიძე, ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ასევე ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა, რომელთა ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან ასევე დაპატიმრებული და ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ამ კოალიციაში შემავალი სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე არის ასევე დაკავებული. მათთვის მიუღებელია და არც აპირებენ საერთოდ ამ შეთავაზების განხილვას და შედარებით უფრო ხისტი იყო და უხეში ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლების პასუხი, რომლებსაც აქვთ გაცხადებული, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებენ და ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი ქართული ოცნების პრეზიდენტის მხრიდან, რომ კიდევ ერთხელ გააკეთა ეს შეთავაზება ლიდერების შეწყალების თაობაზე, თუმცა ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გაუშვეს მიხეილ ყაველაშვილი რუსული ხომალდის მიმართულებით. და ეს არ არის ამ პოზიციის გამოხატვის პირველი შემთხვევა, იგივე პოზიცია ამ კოალიციის ლიდერებმა აქამდეც გამოხატეს. ეს კოალიციის ლიდერები შეგახსენებთ დაკავებულები არიან იმის გამო, რომ ქართული ოცნების პარლამენტში თია წულუკიანის კომისია ედავება მათ, რომ ამ ეგრეთ წოდებულ საგამოძიებო კომისიის მიერ იყვნენ დაბარებული და არ მივიდნენ ამ კომისიების ხდომაზე და არ უპასუხეს მის კითხვებს, რადგან ეს ლიდერები ამ კომისიასაც და პარლამენტსაც არ აღიარებენ ლეგიტიმურად, სწორედ ამიტომ ისინი ქართულმა ოცნებამ დააპატიმრა. ყაველაშვილთან დაკავშირებით ჩვენი პარტიის ლიდერებმა გააკეთეს განცხადება. თქვენ ალბათ ნახავდით ზურაბ ჯაფარიძის პოსტს 2 დღის წინ. ყაველაშვილს არ ვაღიარებთ. ანუ მას კი არ მივმართავთ, საერთოდ არ ვაღიარებთ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ვინაიდან ის ბიძინა ივანიშვილმა დასვა როგორც პრეზიდენტად და ამუშავებს როგორც პრეზიდენტად. ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი და ქართული ხალხის პრეზიდენტი. ეს არის სიყალბის გამოხატულება და ახლა უნდა მას ლეგიტიმაცია. ქართველი ხალხი და პოლიტიკური ოპოზიცია, კონკრეტულად კოალიცია ცვლილებისთვის არ აპირებს ყაველაშვილს მიანიჭოს ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ მას მთავარი ქართველი ხალხი არ ანიჭებს ლეგიტიმაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ბატონი ყაველაშვილი უკვე უმოწყალოდ მათხოვრობს ლეგიტიმაციაზე. იმდენად ვერსად ვერ მიიღო ლეგიტიმაცია, ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ, რომ მათხოვრობას აგრძელებს. ამ მათხოვრობაზე ჩვენი პასუხი არის, რომ ყაველაშვილს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არასოდეს არ ექნება ლეგიტიმაცია და კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო, რომ აქტიურად სრული სვლით გაემართოს იმ მიმართულებით, საერთოდ ირაკლი კუპრაძე მის გაგზავნა. ის რომ ხელისუფლება ეძებს ლეგიტიმაციას და ის რომ ყაველაშვილი ოცნებობს ოღონდ რომელიმე ოპოზიციონერმა მის სახელსა და გვარზე და ამ ბლანკზე დაიტანოს შეწყალების თხოვნა და აღიაროს ის პრეზიდენტად, კიდევ ერთხელ მიუთითებს რა არის ივანიშვილის ხელისუფლების მთავარი მიზანი. მე არ მგონია რომ
ამ სამარცხვინო კაპიტულანტური შეთავაზებით რომელიმე ოპოზიციონერი მოთაფლოს, თუმცა კარგად ჩანს ქართული ოცნების მძიმე ვითარება და ეს არის ჩვენი კრიტიკულობის განმაპირობებელი, რომ აი ესე კედელთან მიყენებულ ქართულ ოცნებას მინიმუმ რამდენიმე თვეს აძლევს ვიწრო პარტიული ინტერესის გამო კონკრეტული ოპოზიციური ჯგუფები, რომ ამოისუნთ. ამ ფონზე კახა კალაძე უკვე დადასტურებულად აცხადებს, რომ ის აპირებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ამის შესახებ მან პროსახელისუფლებო ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში ილაპარაკა. ის ამბობს, რომ არ ილაპარაკებს, ვინ იქნება მისი კონკურენტი, თუმცა მალე დაიწყებს არჩევნო კამპანიას. როგორც ჩანს, კახა კალაძე იმ კორუფციასთან დაკავშირებული თუ თბილისში მომხდარი ტრაგედიების ფონზე არათუ პასუხისმგებლობის აღებას ამ დრომდე არ აპირებს, არამედ ის აპირებს, რომ კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი მერის პოზიციაზე. უახლოეს მომავალში გვექნება უკვე ოფიციალური წარდგენა. ამის შემდეგ დავასახელებთ ასევე მაჟორიტარობის კანდიდატებს, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ მზადება მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და ძალიან მალე გავხსნით საარჩევნო კამპანიას, რომელიც გადავა აქტიურ ფაზაში. კონკურენტებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი. მე ვესაუბრები ხალხს იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომელიც აქტიურია, რომლებიც აწუხებს თბილისის მოსახლეობას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, რომლის ლეგიტიმაციასაც ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი არ აღიარებს, 4 ოქტომბერს არის დანიშნული. ამ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ ლელო ძლიერი საქართველო, რომლის ორი ლიდერი არის დაკავებული, როგორც უკვე გითხარით, და გიორგი გახარიას პარტია. გახარიასაც ის ახლა საქართველოში არ იმყოფება და ჯერ უცნობია დაბრუნდება თუ არა საქართველოში, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებამ შესაძლოა მასაც წაუყენოს ბრალი ეგრეთ წოდებული გავრილოვის ღამის მოვლენების გამო თუ ჩორჩანაში განვითარებული პროცესების გამო.